შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. მაყაშვილების ბინაზე. მე-9. ცივ სახლში სხვა მოქმედ პირთა შორის გამოყვანილია გაროლდ სკიმპოლი. სწორედ ის, რომლისთვისაც ლიხეთთან მისი მსგავსების გამო დიკენს წილად ხვდა მრავალი საყვედური. ეგ საყვედური დაუმსახურებელი იყო. დამტკიცებულია, რომ შეიძლება რომელიმე ცოცხალი პირის გამოთქმათა სესხებით შეიქმნა საუბრის განსაკუთრებული სტილი და მისი შეხამება სხვა პირთა დამოუკიდებელ დამახასიათებელ თვისებებთან. სრულიად დასაშვებია, რომ დიკენს მიზნად ჰქონდა ახალი ფორმაციის გაიძვერა დაეფარა ლიხენტის ზერელე ფილოსოფიის ნიღაბით, ჩესტერტონი. დღეს კორნელი და მისი მეგობრები ქალაქში პირველად წავიდნენ. დინარე ვერისაკენ ჩაირბინეს, პატარა დუქანში პაპიროსები იყიდეს, თუთუნის ქარხანას ჩაუარეს და ოლღას ქუჩას დაადგნენ. ჯარისკაცებს ეგონათ ყველანი ჩვენ გვიცქერიანო. ისინი მართლაც სასაცილონი იყვნენ, გრძელი განიერი მაზარა და ვეება ჩექმები ეცვათ, ყენსავით მაღალი წოწოლიკა ბუხრის ქუდები ეხურათ. კორნელი მამხანაგები გრიბოედოვის ქუჩით ესტატე მაყაშვილის ბინისაკენ წაიყვანა. ისინი სამსართულიანი დიდი ქვის სახლს მიადგნენ. კორნელიმ გაუბედავად დარეკა, კარები ნინომ გააღო. კორნელი? შესძახა მან, მდგმურებს მკლავში ხელი წაავლო და ყველანი შინ მიიპატიჟა. დედა, კორნელი მოვიდა. განაგრძობდა ნინო ძახილს და განცვიფრებული უცქერდა ჯარისკაცის ტანისამოსში გამოწყობილ ჭაბუკებს. სანდრო პირველი შევიდა სასტუმროში, ოფიცერივით გაიჭიმა, მასპინძლებს მხედრული სალამი მისცა, დეზები ერთმანეთს შემოჰკრა და ვარდოს ხელზე აკოცა. მას კარგად შეკერილი ტანისამოსი ეცვა. ლურჯი შარვალი, გალიფე, შავყალამოიანი წითელი მაუდის ქუდი და აზიური ჩექმები. სანდროს მიბაძვით თავის დაჭერა უხეიროდ შეკერილ სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილ კორნელის არ უხდებოდა. ღმერთო ჩემო, რას დამსგავსებია ეს ხალხი? გაუღიმა სასტუმროში შემოსულ მეუღლეს ვარდომ. მე ბრძოლთ ვახლავართ. მიესალმა თავადი ესტატე მაყაშვილი კორნელის და მის მეგობრებს. მას ახალი ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, თოვლივი თეთრი მანჟეტები უჩანდა. ჰასტუკი ძვირფასი ქინძის თავით ჰქონდა დაბნეული, საჩვენებელ თითზე მოოჭვილი, სამუზეუმო ოქროს ბეჭედი უმშვენებდა. შავსა და დიდრონი თვალების ზემოთ შეერთებული ხშირი წარბები ირანელის იერს ჰფენდა. ინგლისურად გაკრეჭილი ულვაშები და გიშრისფრად გაპრიალებულ თმაში საფეთქელთან თეთრი შეჰპარვოდა. დარბაზში ფართო ფარდაგი ეფინა, ხოლო კედლებზე აბრეშუმის ფერად-ფერადი ხალიჩები ეკიდა. ძვირფასი სურათები ესტატეს პარიზში ეყიდნა, ფარდაგი და ხალიჩები კი მის ძმას, კაპიტან ჯიბო მაყაშვილს ეჩუქნა. 1911 წელს, როდესაც რუსებმა ქალაქი თავრიზი ხოი აიღეს, მერმე სათარხანისა და მეჯლისელების სასახლეები დაარბიეს, ნაწილი ნადავლისა ჯიბოსაც რგებოდა და რამდენიმე ძვირფასი ფარდაგი, ხალიჩა და ოქროს ნივთები თავის ძმისა და რძლისათვის ჩამოეტანა.
ამ ძვირფას ხალიჩებს ძალიან შეეფერებოდა ვიწრო და მაღალ პოსტამენტზე შედგმული ჩინური ლარნაკები. კუთხეში როიალი იდგა და იქვე დიდ კასრში ჩარგული პალმა. დარბაზის შუა ადგილას სუროსფერი სუზანის სუფრით დაფარული მაგიდა და ირგვლივ ასეთივე ფერის სავარძლები. კარფანჯრებზე ფოჩიანი ხავერდის პორტიერები ეკიდა. ესტატე მაყაშვილის ბინა დიდრულად იყო მორთული. მის კაბინეტში და სასადილოში წითელი ხის მაგიდა, წიგნის შკაფი და ბუფეტი იდგა. საწოლ ოთახში კაკლის ხის ფართო საწოლები, ტუალეტი, პატარა ამურებით შემკული ვარაყიანი სარკე და მოოქრილი ნივთები. ევროპული დიდგვაროვანი ქალის ბუდუარს მოგაგონებდათ. ტუალეტის პატარა ამურებით შემკული ვარაყიანი სარკე და მოოქროვილი ნივთები ევროპელი დიდგვაროვანის ქალის ბუდუარს მოგაგონებდათ. ასე მდიდრულად მორთულ ბინაში ყაზარმიდან მოსული მოხალისენი უხერხულობას გრძნობდნენ და მორცხობდნენ. გაწითლებული სახით ჩაირაზმნენ, ჩექმების ბრახუნით შევიდნენ სასტუმროში, დასხდნენ და ბუხრის ქუდები მუხლის თავებზე დაილაგეს. ნინო დედას გვერდით მიუჯდა, მხრებზე ყვითელი შალი მოესხა. გაკვირვებული მიშტერებოდა სტუმრებს. კორნელის თავზე თმა გადაეპარსა, ულვაშები მოეშვა და ყაზარმაში ცხოვრებისა და ჰაერზე ვარჯიშობის გამო სახე გაშავებოდა. ვარდომ სუქან მხრებზე ესპანური შალი გაისწორა და კორნელის უთხრა: კორნელი, გაიხადე მაზარა, გარეთ ცივა და გაცივდებით. საწოდავებო, რა სასაცილონი ხართ ამ მაზარებში? კორნელი, სთხოვეთ მეგობრებს, თქვენ ხომ შინაური ხართ? შინაური. გაიმეორა ნინომ თავის გულში სიტყვა, რომელსაც მისი აზრით დედა განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებდა და ხაზს უსვამდა. ნუ სწუხდებით, ქალბატონო, ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. მიუგო სანდრომ და მეგობრებს გადახედა. მეგობრებმა დაუდასტურეს და მერმე პარკეთს დააცქერდნენ. იატაკზე ჩექმებით ხომ არ მოვსვარეთო, ადგომას კი მაინც არავინ არ აპირებდა. სად მიგეჩქარებათ? დაიცადეთ, რა დროს წასვლა? ბრიგადის ამბები უნდა გვიამბოთ თუ არა? ჰკითხა ესტატემ სანდროს და მოხალისეებს უთხრა: ადექით, გაიხადეთ მაზარები. მოხალისეები წამოდგნენ. სასტუმროში იუხტის ჩექმებისა და ყაზარმის სუნი დააყენეს. მერმე დერეფანში გავიდნენ. მაზარები გაიხადეს, კაჩხაზე ჩამოჰკიდეს და კარებთან შეჯგუფდნენ. სასტუმროში პირველად შესვლა ყველას ერიდებოდა. ერთმანეთს მუჯლუგუნს სცემდნენ და ჩექმებს აბრახუნებდნენ. სანდრო ყველაზე წინ შევიდა, მაგრამ ვარდომ ისევ გადაიხარხარა. ღმერთო ჩემო, რას გავს ეს თქვენი ხალათები? ზონარებით შეკრული, დაბამბული სათბურები, ქურთუკები აოცებდა ვარდოს. ჭაბუკებმა სუმთლად დაირცხვინეს, მაგრამ ისინი ესტატემ გაამხნევა. ეს ყოჩაღი მხედრები ბლომად თუ გვეყოლება, თურქეთი ვერას დაგვაკლებს. მან თვალი შეაჩერა ფართო ბეჭებიან და ერთი მხრივ ყველაზე მაღალ ვაშკაცზე, მიტო ჩიკვაიძეზე. ძლეოსნობაში ტოლი არ ჰყავდა მიტოს, ხოლო იარაღებზე ვარჯიშობაში კი კორნელის ჯობნიდა. კუკური ზარანდიას, თუმცა დიდი მოვარჯიში არ იყო, ზედვე ეტყობოდა მთიანი სამეგრელოს კაცის ჯანი და სიმკვირცხლე. კუკური კორნელიზე და სანდროზე 2 წლით უფროსი იყო. 23 წლის ვაშკაცი, შავი ულვაშები გადაეგრიხა, მოკაუჭებული ცხვირი და არწივსავით ბასრი თვალები ჰქონდა. მიჩაბივით ფართო ხელების გამო მასთან ჭხუბს ყველანი ერიდებოდნენ. სულ სხვა ჯურის კაცი იყო სანდრო ხოტივარი. მას ლამაზი, ნაზი და
ოდნავ შავგვრემანი სახე ჰქონდა. ახალი მოდის კოსტიუმი, ტუფლები და ჰალსტუკი მის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. მოხდენილ გრძელ თითებზე გრძელსავე ლამაზად დაქნილ ბრჭყილებს ატარებდა. იგი კოხტაობის მოყვარული ჭაბუკი იყო. წაბლისფერი ხუჭუჭი თმით, თაფლისფერი ლამაზი თვალებით, პატარა სწორი ცხვირის გაბერილი ნესტოებით, ბრგვალი ნიკაპით და სუქანი წითელი ტუჩებით თბილისის ლამაზ ქალებს ხიბლავდა. სანდრო ხალხში გასული კაცი იყო. მისი კოხტაობა, პრანჭვა, გრეხვა და კოსმეტიკის გატაცება ჯვებე მიქელაძეს ეჯავრებოდა, კიცხავდა და ფრანცს ეძახდა. მაგრამ სანდროს კოხტაობა კორნელის არ ეჩოთირებოდა. ის და სანდრო განუყრელი მეგობრები იყვნენ. ვექილი ესტატე მაყაშვილი ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა. ეროვნულ საკითხებზე ლაპარაკი თუ კი სადმე ხელი მიუწვდებოდა, არასოდეს მოსწყინდებოდა. მოხალისე სტუდენტებზე უკეთეს მსმენელებს იგი იშვიათად თუ წააწყდებოდა, ამიტომ თავს არ იზოგავდა ახლა, რათა თავისი ეროვნული მრწამსი სავსებით გამოემჟღავნებინა. მას სიტყვის ლამაზი აღნაგობა, ფორმა უფრო ხიბლავდა, ვიდრე შინაარსი. მის სიტყვას ყოველთვის თან ახლდა ჭარბი ჟესტ მიმიკა. რევოლუციამ ჩვენ ხალხს თავისუფლება მიანიჭა ის, რაზეც ჩვენ ამასი წლის განმავლობაში ვოცნებობდით. მომავალი თაობა არასოდეს არ გვაპატიებს დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ახლა ვარ ჩამოვაყალიბეთ. ათეტიკურად განაცხადა ესტატემ და განაგრძო. მართალია მეტად მძიმე პირობებში გვიხდება სახელმწიფოს შექმნა. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ დღითი დღე ირღვევა, მაგრამ მთელი ჩვენი ძალღონე უნდა დავჭიმოთ და ეროვნული დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. უპირველეს საჭიროებას დღეს ძლიერი ჯარის შექმნა წარმოადგენს. ამიტომ მიხარია ჯარისკაცებს, რომ ხედავთ, იმედი მაქვს, თქვენ ჩვენი ქვეყნის სამაგალითო მებრძოლების სახელს დაიმსახურებთ. ჩვენი ბიჭები თავს არ იზოგავენ, მიუგო სანდრო. გვიან და ასუფთავებენ საჯინიბოებს, გაჭუჭყიანებულ და ფანჯრებ ჩალეწილ ყაზარმას. ჯერ ცოტანი ვართ. ერთზე 5 ცხენი მოდის. მოკაზმულობა და იარაღი არ ყოფნის. ცუდად გვაცვია და ცუდად ვიკვებებით. აფსუს, შენიშნა ესტატემ. ეს იმ დროს ხდება, როდესაც საწყობებში იმდენი იარაღი, მოკაზმულობა და სურსათი არის, რომ რამდენიმე არმიასაც კი 10 წლით ეყოფა. საუბარი ზარის ხმამ შესწყვიტა. სასტუმროში ესტატეს ძმა, ახოვანი კაპიტანი ჯიბო და ვიღაც 40 წლის კაცი შემოვიდნენ. ჯარისკაცები წამოიჭრნენ და ფრონტში ჩადგნენ. გამარჯობათ ბიჭებო, მიესალმა მათ კაპიტანი. გაუმარჯოს შესძახეს ჭაბუკებმა. დასხედით. ნება დართო ჯიბომ ჯარისკაცებს და როდესაც ელექტრონის დენი მოვიდა და ჭაღი აინთო, კორნელი იცნო და დაუძახა. კორნელი! სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ კაცს, პლატონ მარგველაძეს ძალიან მოეწონა კაპიტნის მისალმება და ახოვან ჯარისკაცთა პასუხი. ვარდოსთან საუბარს თავი მიანება, ჯარისკაცთა წინაშე გაჩერდა და იყვირა. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს! შესძახეს ჯარისკაცებმა. პლატონის მრისხანე თვალები უცნაურად აღენთნენ. თითქოს უხილავ მტერს ხმალში იწვევდა. უცნაური კაცი იყო პლატონ მორგველაძე. იგი ყველას უნდობლად ეკიდებოდა. კაცისადმი უნდობელ დამოკიდებულებას თავისებურად ასაბუთებდა. ისეთ ქვეყანაში,
სადაც მოჰკლეს ილია მე არავის არ ვენდობი. მოგველაძე უმეგობრო კაცი იყო, მარტოობა უყვარდა და ამასაც თავისებურად ასაბუთებდა. ქართველი კაცის პათოსი ინდივიდურ ყოფაშიც ნაურდება და არა კოლექტიურში. იგი ძალიან ეჭვიანი, პატივმოყვარე, ეგოცენტრიზმით და განდიდების მანიით შეპყრობილი კაცი იყო. განათლება ევროპაში მიიღო, ფილოსოფიისა და ხელოვნების დიდ მცოდნე კაცად მოჰქონდა თავი, მაგრამ ელემენტარული საკითხების უცოდინარობას ამჟღავნებდა. იგი სოფლელი დიაკვნის შვილი იყო, ინგლისელი ლორდის შვილობას მონატრებული. ინგლისელს რომ დამსგავსებოდა, ბაგეთა კუნთების დაძაბვისა და დაჭიმთვის საშუალებით ნიკაპი ხელოვნურად გაეფართოებინა და არა მარტო ნიკაპი, მისი სახის ყოველი ნაკვთი, ყოველი მისი მოძრაობა, ქცევა, სიტყვა და მოსაზრება, მთელი მისი არსება ხელოვნურად იყო გაბერილი, დაძაბული, დაჭიმთული და შეკოწიწებული. იგი ხელოვნურად გაკეთებულ კაცს ჰგავდა. მსახიობური ნიღაბის ტარებით ხშირად იღლებოდა და როდესაც შინ მარტო დარჩენილი სარკეში ნიღაბ ახტილ, ბუნებრივ თავის სახეს, გახსუებულ ცხვირს და თხელ ნიკაპს დაინახავდა, შეძრწუნდებოდა თავისი სახით გულნატკენი ზეკაცი. მაშინვე თვალების უპეთაქვეშ მდებარე კუნთებს ასწევდა, თვალებს ხელოვნურად აღანთებდა, ბაგეს გაშჭიმავდა, სახეს დაძაბავდა და ქალაქში ისევ მსახიობის ყალბი ნიღაბით გავიდოდა. თავზე დაკოსებული კატელოკით, ხელთათმანით, სტეკით, სახის მრისხანე გამომეტყველებით იგი შეშლილი კაცის მსგავსი ამღვრეული თვალებით გამზირზე ჩქარა გაივლიდა. იაქესავით მარტო, ბრაზმორეული, სამართებელი ვითალესილი, თითქოს ქვეყანას ემდურის და ხმალში იწვევსო. საქართველოში იმჟამად ჩამოყალიბებულმა ლიტერატურულმა ჯგუფმა იგი თავის ხელმძღვანელად გამოაცხადა და მოულოდნელად 40 წლის კაცმა პოეტობა დაიწყო. პლატონ მარგველაძემ თეატრალური ჟესტით ასწია ხელი და ახოვან ჯარისკაცებს ისევ შეძახა: გაუმარჯოს საქართველოს გვარდიას! გაუმარჯოს! მიუგეს ჯარისკაცებმა. გვარდიას ნუ გამაგონებთ! განრისხდა კაპიტანი. მე შევიკების სახალხო გვარდიაზე როდი მოგახსენებთ, კაპიტანო, შენიშნა მორგველაძემ. გვარდიაზე რა მოგახსენოთ, განაცხადა ესტატემ, ხოლო მთავრობა რეგულარული ჯარის შედგენას გულგრილად რომ ეკიდება და შესაძლოა ამ გარემოებამ საქართველო დაღუპოს, ეს კი კარგად ვიცი. ჩემს 1000-ეულში დაიწყო კაპიტანმა 80-მდე ჯარისკაცი თუ იქნება ამჟამად. იქვე ჩვენს გვერდით კი 500 ვიღაც ფრონტელი არის დაბანაკებული. ამ ლეგიონის კომიტეტის წყალობით ჯარისკაცთა შორის ბოლშევიკების აგიტატორები დაძვრებიან. ეს ლეგიონი ალბათ პირველ შემთხვევისთანავე მთავრობის დასამხობად გამოვა, შენიშნა ესტატემ. ჩვენი მთავრობა ნამდვილად ბეცია. იგი ამ ლეგიონის გარეშე წყალწაღებულია. თურქეთთან კავშირის გარეშე ბოლშევიკებს ვერ გადაურჩებით. ბოლშევიკებს თურქები მირჩევნია. გადაწყვიტა კაპიტანმა. ჯარისკაცებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს. არ მოეწონათ კაპიტნის ახირებული მოსაზრება. არჩევანზე საქმე თუ მიდგა, რაღა თურქეთთან დავიჭიროთ კავშირი შეგაიკაცო, პარემ პირდაპირ გერმანიას დაუკავშირდეთ. მიუგო ძმას ესტატემ და კარებ გამოღებულ თავის კაბინეტში კედელზე დაკიდებულ დიდ სურათს გახედა. სურათზე ბრძოლის ველი ჩანდა. ხის ქვეშ უბრალო მაგიდის ირგვლივ
გერმანიის არმიის მთავარი შტაბის ოფიცრები იდგნენ. ოფიცრებს მორიელის კუდივით ბოლო აწეული ქუდები ეხურათ და ბრძოლის ველს დურბინტებით გასცქეროდნენ. მათ წინ მაცქერალისათვის უფრო ახლოს მაგიდაზე სამხედრო რუქა იყო გაშლილი. რუქას გერმანიის კაიზერი ვილჰელმი დასცქეროდა. მთავარი შტაბის უფროსი გენერალი ლუდენდორფი კაიზერს მანევრების მსვლელობას აცნობდა და განუმარტავდა. იქვე უძრავი და ბებერი მთავარსარდალი ჰინდენბურგი გოლიათი ფელდბებელივით იდგა. მსოფლიო ომის დროს პირველ ხანებში გერმანიის არმიის გამარჯვებით გაოცებული და აღტაცებული ვექილი მაყაშვილი პირწავარდნილი გერმანოფილი შეიქმნა. გერმანიის სამხედრო ძალების, ფილოსოფიის, მუსიკის მათაყვანებელი აღნიშნული სურათის გარდა კაბინეტში შოპენჰაუერის, ნიცშეს და ვაგნერის პორტრეტებიც ეკიდა. ვიწრო მაღალ მაგიდაზე გრამაფონი იდო. მემბრანა დღედაღამ ხაზავდა ფირფიტას და ვექილის ბინაში ძველი ბავარული, ახალი პრუსიული და სხვა მარშები გაისმოდა. სწორედ იმ გერმანოფილობამ დააკავშირა ერთმანეთს ესტატე მაყაშვილი და პლატონ მოგველაძე. ახლა პლატონმა დაიწყო. ჯერ არ ყოფილა და არც ამჟამად არის სადმე ისეთი ერი ამ ქვეყნად, ამბობდა პლატონი, თავისი ფილოსოფიით და მუსიკით გერმანელ ხალხს რომ გაეჯიბროს. არავინ არის ამ ქვეყნად გერმანიის მძიმე ინდუსტრიის პირმშოს, გერმანიის არმიის მჯობნელი. რა ბედნიერი იქნებოდა საქართველო გერმანიის მფარველობას რომ ღირსებოდა. ტახტზე დაგვესვა ბაგრატიონთა უკანასკნელი ნაშიერი, ვეღირსებოდით ძლევამოსილ ქართულ ლაშქარს. მოვიდოდნენ ქართველი ხალხის დასახმარებლად სწორუპოვარი გერმანელი მეცნიერები, სპეციალისტები, ინჟინრები, ინსტრუქტორები, მრეწველნი და საქმის კაცნი. ნახევარ საუკუნეზე ადრე ამოსწურავდნენ მთელი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს, ჩვენი ხალხის ძალღონეს და მერმე გაჩანაგებულს დააგდებდნენ. განაგრძო მიტო ჩიკვაიძემ. ყველანი გაოცებით მიაშტერდნენ ახოვან და ვეება ჭაბუკს, თბილისის ორთქლმავალ სარემონტო ქარხნის ზეინკლის შვილს. პლატონი შეკრთა და ნაღვლიანად შენიშნა. მას უცადეთ უცნაურო ჭაბუკო რევოლუციის გაღრმავებას, უცადეთ როდის დამთავრდება სოციალიზმის ილუზიებით შეპყრობილ ბოლშევიკ ფანტაზიორების ექსპერიმენტები. რევოლუციამ საქართველოს თავისუფლება მიანიჭა. ჩვენ იმიტომ კი არ წავსულვართ ჯარში და ვაპირებთ ბრძოლას საქართველო გერმანიის ახალ ნაშენად რომ ვაქციო და აქ ვიღაც დეგენერატი ბაგრატიონი კისერზე დავისვათ. ჩვენ რევოლუციურ საქართველოს და მის თავისუფლებას ვიცავთ. შეუტია მოთმინებიდან გამოსულმა უცნაურმა ჭაბუკმა. ესტატე პლატონს მიეშველა და მოკიბულად მიუგო. რევოლუცია უთლოდ საჭირო იყო, მეფის ტახტის დამხობა დიდებულია, მაგრამ დამეთანხმეთ, საშინელი დომხალი სუფევს ახლა საქართველოში. ამდენი პარტიები, ერთმანეთის წეწვა, გლეჯვა, უთანხმოება. კაპიტანს არა გაეგებოდა რა პოლიტიკისა, მას თავისი მუცლის გრემა აწუხებდა. მაშა მიემხრო იგი ძმას. თავრობა ამდენი პარტიული რაზმებისა და გვარდიის შედგენით აფერხებს ერთი მთლიანი რეგულარული ჯარის შედგენას და ხელს უწყობს სამხედრო ძალების დაგსაქსვას. ნამდვილი ჯარისკაცები ჩვენ არ ყვანან. რა საკვირველია, იყვირა პლატონმა და ესტატეს კაბინეტში შევიდა.
კედლიდან ჯიბოს მიერ ნაჩუქარი კარაბინი ჩამოიღო, საკეტი გამოიღო და შაშხანას ლულას სინათლეზე გახედა. ჯარისკაცებიც კაბინეტში შევიდნენ. პლატონს გარშემო ეხვივნენ. კაპიტანმა პლატონს კარაბინი გამოართვა. ახლა მან გახედა, შეამოწმა და ესტატეს შენიშნა. ცუდად გაგიწმენდია. თოფის ზეთი ვერ ვიშოვე. ლეგიონიდან გამომიგზავნე. შეეხვეწა ესტატე. დაიწყება ეხლა ამ 3 წე თოფის ჩხაკუნი. ჩაილაპარაკა ვარდომ. პლატონმა გაიცინა, ხელზე აკოცა და მიუგო. ხომ ხედავთ, ქალბატონო, რა დღეში ვართ. ჩვენ საზღვრებს თურქები მოადგნენ, შიგნით კი ბოლშევიკები აფეთქებას გვიპირებენ. მოდი და თოფს ნუ აიღებთ. ეს ყალბი ფუქსავატური კილო და ქცევა, რომლითაც წარმოთქმული იყო ის სიტყვები, ეკალივით მოხვდა გულზე მიტოს და ტანში გააჟრჟოლა, მაგრამ ამჟამად იყუჩა. არაფერი ეშველება ბოლშევიკების ალაგმას, არც გაზეთების დახურვა და ცემატყეპა, არც რუსეთში მათი გადასახლება, სწუხდა ვექილი. საუბარში ისევ ჯიბო ჩაერია. სხვათა შორის, განაცხადა მან, ამაღამ თბილისში დიდი ამბები დატრიალდება. თქვენ კი არაფერი იცით. რა ამბავი? ერთხმად შეეკითხნენ ესტატე და ვარდო. არსენალში და საპიორთა ყაზარმებში მოკალათებული ბოლშევიკური ჯარების განიარაღება. მიუგო კაპიტანმა და ჯარისკაცებს ურჩია ბრიგადაში წასულიყვნენ. პლატონ მოგველაძემ მიტო ჩიკვაიძე შეხედა და მერმე კაპიტნის გასაგონად განაცხადა. ჩვენი ბრიგადა ამ ჭაბუკის მსგავსი მოხალისეებისაგან თუ შედგება, ბოლშევიკებს ვერას დავაკლებთ. ეს ჭაბუკი დამთავრებული ბოლშევიკი. თლიანი პიროვნებაა და საჭიროებამ თუ მოიტანა, იგი თავის სამშობლოს სატახტო ქალაქს ბომბებს დაუშენს. საქართველოში კონტრრევოლუციამ თუ გაიმარჯვა, მას ჩვენ ბომბებსაც დაუშენთ. მიუგო მიტო ჩიკვაიძემ. ესტატე და ვარდო შეშინებული თვალებით მიაშტერდნენ მას და ჯარისკაცები ვახშამზე აღარ დაპატიშეს. სტუმრები წასასვლელად მოემზადნენ. კორნელიმ ნინოსთან ცალკე შეხვედრა ვერ მოახერხა და სწუხდა. ნინო თითქოს მიუხვდა წადილს და კითხა: კორნელი, თქვენი ოთახი არ გინდათ ნახოთ? კორნელისთან შესახვედრად ასეთი საბაბის გამონახვა ადვილი არ იყო ახალგაზრდა ქალისათვის, რომელიც ეს არის ეჩვეოდა მიჯნურთა გონივრულ მოქნილობას, მიხვედრასა და გზა ხერხის გამოძებნას. ჯიბო და პლატონი წავიდნენ, ხოლო კორნელიმ ცოტა ხნით შეაცდევინა მეგობრებს და მერმე ის და ნინო სასტუმროდან გავიდნენ. შვიდობით ჩემო მყუდრო ბინავ და უდარდელო ცხოვრებავ. პათეტიკურად განაცხადა ნინოსთან ერთად თავის ოთახში შესულმა კორნელიმ. კორნელი, თქვენ ისე ლაპარაკობთ, თითქოს ჯარიდან არასოდეს არაპირებდეთ დაბრუნებას. ნაღვლიანი ხმით შენიშნა ნინომ. ვინ იცის? ღამით ავაზაკები თავს ესხმიან და ხოცავენ გუშაგებს. ღმერთო ჩემო, ამოიოხრა ნინომ. გამოცვლილი მეჩვენებით, თქვენ სახეზე მრისხანებას წერია. ჯარში და ომში მტრედის გული, სინაზე და სისათუთე არ გამოდგება. იქ არწივის ბასრი ბრჭყალები, დაუნდობელი ბრძოლა და სისასტიკე არის საჭირო. შენიშნა კორნელიმ, თითქოს მის თავზე ომის გრიგალს გადაევლოს. კორნელიმ წიგნები გადაარჩია და ყაზარმაში
და ნინოს დააცქერდა. ირგვლივ სიჩუმეს უფევდა. მხოლოდ ქვედა სართულიდან როიალის სევდიანი ხმები ისმოდა. უცბად კორნელის მოეჩვენა თითქოს ეს სამსართულიანი დიდი სახლი ტიტანიკად ქცეულიყო. სხვაში მის ცურავს და დაღუპვის წინ სამგლოვიარო მარშს უკრავენო. ქალაქის უბნები ჩაბნელებულიყვნენ და მაყაშვილთა სტუმრებსაც ენა დაბმოდა დარბაზში. კორნელიმ დაღუპვის წინ მდგარ კაცივით დაიწყო. ვინ იცის, იქნებ ისეთი დროება დადგეს, რომ თქვენც ჯარში და ომში მოწყალების დაწახვიდეთ. ბრძოლის ველზე იარას გვიხვევდეთ. ნინო, მე ვხედავ წმინდა ასულის სახეს, ასულს თეთრ ტანსაცმელში, კერძ სისხლისფერი ჯვარი რომ უმშვენებს. ახლა მებრძოლი არწივის მკერდში ტრეცავით სათუთი გული ძგერდა. ნინო კორნელის დადუმებულ სახეს და შთაგონებულ თვალებს შესცქეროდა. შეეცოდა ომში მიმავალი. კორნელიმ შენიშნა. ნინო დაიძახა მან, მიიჭრა და ორთავ თვალი დაუკოცნა. ვარდომ სასტუმროდან დაუძახა შვილს. ნინო, ნუ აგვიანებ კორნელის, მეგობრები ელოდებიან.